ანა, მოგესალმებით. მოგესალმები. სალამი, როგორ ხართ? კარგად, მადლობა. მუზაში გემოსპინძლებ. დიდი მადლობა პირველად ვარ მუზაში. მოგინახოთ აქაურობა გაკაცნოთ. მშვენიერი. სიამოვნებით გავიცნობ. ჩაის ამინდი კი არის ახლა აქით. გიყვართ? კი, უფრო ჩაისტი ვარ ვიდრე კაფისტი. შაქრით თუ უშაქროთ? უშაქროთ. ცხადია უშაქროთ. მაშინ მოგესალმებით. ძალიან მახარებს რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. დრო გამონახეთ. მე არ ვიცი ფსიქოლოგებს მუზები ჭირდება თუ არა, ხელოვნებს უფრო კი, მაგრამ ყველას გჭირდება. ხო, ეს პირობითი რაღაცა მუზა ხო, მაგრამ აი როგორ გჭირდება და რა არის, ამაზეც ვისაუბრებ ცხადია. ესე ვთქვი, ფსიქოლოგებს თქვა, ანუ ფსიქოლოგი მყავს სტუმრად. თუმცა მე რა გავიგე, რომ ფსიქოლოგი მოვიწვიეს სტუმრად, რომ ძალიან წარმატებული ბანკირი იყავი, ხო? და მე არც თუ ისე ხშირად მსმენია და გამიგია, ალბათ არის ესეთი ანალოგები, მაგრამ თავის საქმეში წარმატებულმა ადამიანმა უცებ შეიცვალოს პროფესია და ეთყობა ეს ნიჭი ბავშვობიდან არის რომ აქ წარმატებული ხართ. რამ განაპირობა? ისიც მოვისვინე რომ რაღაცა ბავშვობაში დახმარებები მინდოდა ხალხის ისიც და ამძიება ფსიქოლოგიაში მიგიყვანათ? გითხარით ეს გარდატეხები როდის მოხდა? პირველ რიგში დავიწყებ იქიდან რომ ხელოვნებამ მიმიყვანა ფსიქოლოგიაში, იმიტომ რომ ბანკირობამდე ეს ორმაგად გამიხარდა. მუსიკ პიანისტობას ფიქრობდნენ და წარმატებული პიანისტიც იყავენ. კი, და საინტერესო გზა გავიარე ფსიქოლოგობამდე, მაგრამ ალბათ აი საკუთარი თავის ძიების პროცესი ყველას ერთხელ ადრე თუ გვიან პროფესიულად თუ არა პროფესიულად აუცილებლად მიიყვანს ფსიქოლოგიის ინტერესამდე. და ეს ინტერესი ყველაშია. უბრალოდ რაღაც ასაკში საკუთარ თავს ვაძლევთ უფრო მეტად ნებას ის ვაკეთოთ, რის იკეთებაც ყველაზე დიდ სიამოვნებას გგრის და ვაქციოთ ჰობი პროფესია და ეს მოხდა ჩემს შემთხვევაში. ეს იყო ჰობი, რომელსაც ალბათ ადრეულ ასაკში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შესაძლოა პროფესია დარქმეოდა და მივეცი საკუთარ თავს იმის უფლება. როდესაც ექიმობაზეც ფიქრობდი, ხო? კი, მინდოდა, თუმცა მიკრძალა მამამ და მის დამივდით ეს პატივისცემით. ამ აკრძალვას დავემორჩილე. თუმცა ვფიქრობ, რომ ალბათ ძალიან სწორი გზა განვლე, მიუხედავად იმისა, რომ არ გავხდი ექიმი. მაგრამ ახლაც დიდწილად ეხმარებით ადამიანებს. ამ თემას დავუბრუნდები. ეხლა ფსიქოლოგთან ერთი კითხვა მაქვს, ახსენეთ, რომ მამამ ამიგრძალა და ამიტომ არ გავხდი და მანამდე თქვით, რომ მისდამი დიდი პატივისცემით, ეს მე ვიცი, მოსმენელი მაქვს სხვაგან მამისა, ხელი დამოკიდებულება. ჩვენ სხვა გადაცემაში ჩემთანა და სხვაგან მივისვენთ ხოლმე ფსიქოლოგებთან ხშირად გვაქვს საუბარი ახსის მომენტში ბავშვთა ფსიქოლოგებთან და ამბობენ რომ აკრძალვები არ არის კარგი. სწორი იყო მამის აკრძალვა და როგორ შეაფასებ თქვენ გამოცდილებითაც და როგორც ფსიქოლოგიც კატეგორიული აკრძალვები საჭიროა თუ არ არის. იმიტომ რომ მე ბავშვობაში რაღაცას რომ მიგზავნოდნენ და მაშინ ბრაზდებოდი, ახლა ვიძახი რომ კარგი იყო რომ მიგზავნოდით. მან ხანდახან ფიქრობდი რატომ მიგზავნოდით. ამიტომ მე ჩემს შულთან სულ ფიქრობ ამას, აუგზავნოთ თუ მიუშვათ. მიუშვა ბოლომდე არც ეს მიმაჩნია სწორად. და ასე შემდეგ. ეხლა გისმენთ. ჩარჩო არის აუცილებელი აქ. მშვენიერი ჩარჩოები თუ არის. და ამბობენ კარგი ტილოები იყო, როდესღაც შიგნითო. აჰა. აი რაღაც ჩარჩო არის ყოველთვის აუცილებელი. ზღვარი არის აუცილებელი. არასოდეს ეს ბალანს, რასაც ვეძახით. ის შუა წერტილი, რომელიც გარკვეულწილად აკრძალვასაც და უსაზღვრო ნებასაც აბალანსებს. იმიტომ რომ ბავშვი განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში არ არის მისი ხედვები, მისი ღირებულებები ჯერ ჩამოყალიბებული. და ამ დროს აი ამ ჩარჩოს დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. აკრძალვა ჩემს შემთხვევაში, ალბათ რო არა აკრძალვა, შესაძლოა კიდევ უფრო გრძელი გზა განმევლო. და რაღაცნაირად ალბათ სწორი იყო. მე ძალიან გამიმართლა რომ აკრძალვა და არ გავხდი. სამედიცინო სფეროს იმ პროფილის წარმომადგენელი, რაც მინდოდა, ფსიქიატრია მაინტერესებდა ძალიან და ვფიქრობ. რატო თვით რომ გაგიმართლა და ეს უფრო სწორი იყო? ნუ ამ გადასახედიდან ასე ფიქრობთ, მაგრამ. კი, ემოციურად ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა გარკვეული გაგებით იმ ემპათიიდან გამომდინარე, რა ემპათიის რესურსიც აღმომაჩნდა. რთული იქნებოდა ძალიან. და თვლით რომ მამის აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რომ იცოდა შვილის ეს მომენტი. და რაღა დროს ქონდა წენა მამის იმერთ რატო ამიგრძალაო?
ალბათ სურვილიც არ იყო ისეთი ძლიერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხარ თქვა ჩემთვის რომ აეკრძალა ვინმეს ის რაც ძალიან გადაჭარბებულად მიყვარდა. აქ იყო უბრალოდ რაღაცა სურვილი მისი გავლენის ქვეშ მოქცევის გამო, რომ მეც მინდოდა მისი მსგავსი ყოფილიყავი. ამიტომ დიდი დანაკარგი არ იყო ეს ჩემთვის. ანა, მშობელი იქნება შვილის მიმართ თუ რაღაცა ხელმძღვანელი თანამშრომლის მიმართ თუ მეგობარი თუ მეუღლე. აკრძალვების დროს. ნუ ჭალებში აკრძალვების. აქვს თუ არა ჩარჩო ახსენეთ თქვენ და ზღვარი და ასევე ფორმას აკრძალვის. როგორ ვაწოდებთ ამ აკრძალვას? როგორ უგრძალავთ, იმიტომ რომ თუ ეს რაღაცა სხვა მიზნების გამო არ არის, მაგრამ მე ხვდები რომ დაუშვათ უფრო უკეთესი ესე იყოს, აი როგორ აქვს თუ არა არსებითი მნიშვნელობა ფორმას? ფორმამდე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა. ალბათ. როგორი ნდობა გაქვს იმ ადამიანის მიმართ, ვინც რაღაცის აკრძალვას ბჭყალებში ცდილობს. შესაძლოა რაღაცა საფრთხეს გარიდებს. ანუ გადამწყვეტი წერტილი იწყება ურთიერთდამოკიდებულებით და რამდენად ღრმა და ძლიერია და მყარია ის ნდობა, რომელიც ამკრძალავი ადამიანის მიმართ მაქვს. თვითონ აკრძალვის ფორმა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ კეთილგანწყობა ადამიანის მიმართ, ვისაც რამეს უკრძალავთ. რომ ეს არის მასზე ზრუნვის აქტი. მოტივი რა არის ანუ? მოტივი არის შიში, ყოველი აკრძალვის უკან დგას შიში. იმიტომ რომ შენ გეშინია, იმას არ ენდობი, ვისაც რამეს უკრძალავ, ან გადაჭარბებულად გსურს მისი დაცვა. შიშია ნებისმიერ შემთხვევაში. რაღაცის გეშინია, რომ ამ რაღაცაზე დაბკოლდება კისერს წაიწეს როგორც ჩვენი შესაძლოა საკუთარი თავის გეშინია, რომ შენ ვერ არ ფლობს ათანადო რესურს, რომ ის თუ ნებისმიერი სახის ნაბიჯს გადადგამს, შენ გაუმკლავდები იმ ემოციას, რასაც ეს მოგგვრის. ამიტომ მაინც შიშთან მიფიქრია. მე ისევ იმას დავუბრუნდები, წარმატებული შენს პროფესიაში, ბანკირობაში და უცებ იცვლი პროფესიას. აქაც არის თუ არა საკუთარ თავთან აკრძალვა, დათმობა, გადალახვა და შეიძლება ვინც ამას ფიქრობს და იმის გამო რომ იცი რა მე აქ ვარ ახლა და ეხა კიდე მოდი ახალ სადგევარს არ გავიჩენ, რას ეტყოდით და ურჩევდით, იმიტომ რომ განვითარება ზრდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზე, ამაზე ჩვენ კიდე მივვალთ სხვა საკითხში, იმიტომ რომ ძალიან კარგი მოსაზრებები გაქვს, რაც მოსმენილი მაქვს, მაგრამ ურჩევდით თუ არა, რომ თუ ხდება რომ შესაძლოა იქ არის წარმატებული იმ ეტაპზე. მაგრამ შეიძლება აქვს ფიქრი ან რაღაც ადრე უნდა და არ გამოვიდა. შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყო ახლიდან. აუცილებელია. უფრო მეტიც აქ საქმე გვაქვს გულწრფელობასთან და საკუთარი თავის მოტყუებასთან. ხშირად აი ადამიანისთვის არის განსხვავებული ინდივიდები, არიან რეფორმატორები, არიან სტაბილურობის ზედმეტად მოყვარული ადამიანები, ვისთვისაც სტაბილურობა სიამოვნებაზე და საკუთარი საქმის სიყვარულზე მნიშვნელოვანია, ძალიან რთულია ნაბიჯის გადადგმა და ამ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ეს კომფორტის ზონის იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვართ გადარჩენის რეჟიმში, ნაცვლად იმისა, რომ ვაკეთოთ ის, რის იკეთებაც გსურს და გვსიამოვნებს. არის ეს. შესაბამისად, სტაბილურობის მოყვარული ადამიანისათვის გაცილებით რთულია თამამი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური რჩევა არის ის, რომ უნდა ვიყოთ გულწრფელნი საკუთარი თავის მიმართ ნებისმიერ ასაკში. და უნდა დაისვას ხშირად კითხვები, ის არის ახლა რის იკეთებაც მსიამოვნებს. შესაძლოა ეს არის გადარჩენისათვის აუცილებელი პროცესი, რომ შენ მატერიალური საჭიროებები თუნდაც იმ ზღვარზე, რა ზღვარზეც იმყოფები და იკმაყოფილო. თუმცა ამის გარდა ყველამ უნდა იპოვოს დრო, თუნდაც 15 წუთი დღეში აკეთოს ის, რაც მას ნამდვილად გულწრფელ სიამოვნებას ქმნის. შიშის მომენტი არის თუ არა აქაც, რას გულისხმობ განმარტავ, შევეცდები განმარტო, რომ აი მე შეიძლება სადღაც ვარ, არ გულის სიამოვნებად, მაგრამ ვარ, მაქვს შემოსავალი, მაქვს სამსახური და ეხლა მე რო ახლისება დავიწყო, არ დავჩე ისე, ვერ ვარჩინო, ანუ შიში. შიში რო საერთოდ ისე არ დავრჩე და ამიტომ მოდი ეხლა ახლის ძიებას და ახალ ექსპერიმენტებს იყოს რაც არის. შევეგო რაც არის. რთულია განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვისაც სხვა ადამიანებზე აქვთ პასუხისმგებლობა, მშობლებისათვის, მათ შორის შვილებისათვის, ოჯახი და ასე შემდეგ. რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა. დამოკიდებულია ასევე პასუხისმგებლობის სიმძიმეზე. რა სიმძიმის ტვირთს ატარებს ადამიანი და რა ტიპის ვალდებულებებს ატარებს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ერთ საკითხს უნდა მივადგენ. ბევრ თემაზე შეიძლება საუბარი თქვენთან, მაგრამ დრო არ მოგცემ საშუალებას და ამიტომ მინდა რომ ამ თემაზე ვისაუბროთ.
ყველაფერში არის გზები, ხო რაღაც გზებით ვეძებთ, მოვდივართ ასე შემდეგ. ხო და სად არის ის გზა და როგორ უნდა ვეძებოთ ის გზა, რომელსაც მივყავართ ღმერთამდე, რომელსაც მივყავართ წმენამდე. და ღმერთი აქ ჩვენში ვნახოთ და არა გზებით ესე რო ვიაროთ 1000-ობით კილომეტრს გაველი და ვერ მივადგებთ. ესე წარმოსახოთ წერიან ბაბუას, ხო? თქვენში როგორ არის ეს და რა გზებით მიხვედით აქამდე და მე მოვისმინე ერთგან თქვენი ეს ძალიან საინტერესო მოსაზრება, რომ ნებისმიერი ეს ყველაფერი თუ ეს ღმერთის გარეშეა უსაფუძვლო და უადგილოა. რთულია ეს გზა, იმიტომ რომ ცდუნება ძალიან ბევრია გზაზე. არსებობს რელიგიური ფანატიზმი, შორს ჩვენგან, რომელიც ყველაზე მეტად გაშორებს ნამდვილ და ჭეშმარიტ ღმერთს. და არის მეორედ დაბადება, როდესაც შენ თავიდან იცნობ იმ ღმერთს, ოღონდ შენით იცნობ. აი შენი პირადი ცოცხალი ურთიერთობა ესა. ამის გარეშე შეიძლება მთელი ცხოვრება გეგონოს რომ იცნობ და თურმე მე სახარებაში გვეუბნება ღმერთი რომ არ გიცნობ, გეტყვის. რომ უხვალ მე გეტყვი რომ არ გიცნობ. შენ ეტყვი რომ ამას ვაკეთებ, ის გესმის რომ არ გიცნობ, არ ვიცი ვინახა. აი ზუსტად როგორი საინტერესო იქავი ყველა ამისგან. ხო, ძალიან რთულია ეს გზა და ძალიან ინდივიდუალურია ეს გზა. ჩვენს ირგვლივ დადიან წმინდანები, ჩვენს შორის არიან წმინდანები, ვინც თავად არ იცის ამის შესახებ. კი ბატონო. და ვიცით უამრავი ადამიანი, ვისაც აქვს განცდა, რომ მან ღმერთი მიატოვა და ის ღმერთი მას უკან აღარასდეს აღარ მიიღებს და უამრავი ადამიანი ასევე ჩვენს ირგვლივ დადის უდიდესი დანაშაულის განცდით და თითქოს მამის წიაღს მისი როგორ გითხრათ, მისი აზრით, მისი დამოკიდებულებით, მისი განცდით მოწყდა და უკან მისასვლელი გზა თითქმის არ არსებობს მის აღქმაში და ცნობიერებაში და აი ეს გზა რო ვახსენეთ, ეს არის მე ვარ გზა ჭეშმარიტება. ეს ჭეშმარიტი გზა ალბათ ჩემის აზრის ცხადია, მე მხოლოდ იმას ვაჟღერებ, რისიც მე თავად მჯერა. შესაძლოა რაღაც შეიცვალოს მოგვიანებით. ახლა აი ამ მოცემულ მომენტში. ეს გზა ალბათ გადის უცხების შვილის იგავის მაგალითზე, რომ როგორი წყვეტაც, როგორი დისტანციაც, როგორი მიუღებლობაც, როგორი ზიზღიც არ უნდა იყოს მამის მიმართ, როდესაც შენ მასთან ბრუნდები და უბრალოდ გახსენდება, რომ შესაძლოა ღმერთს ენატრები, ისე როგორც შენ გენატრება ის. და თქვენ შორის არ არის ნაცვლად უფსკრულისა, არის რამდენიმე ნაბიჯი და მხოლოდ შენი ინიციატივაა საჭირო, ინიციატივა. რომ მიხვიდე იმ მონატრებულ მამასთან, რომელიც ჩვენი წარმოსახვით უცხებ შვილს, რომელმაც ბევრი დააშავა, რომელმაც მიატოვა, რომელმაც უამრავი ფათერაკი გამოიარა და რომელიც სახლში ბრუნდება და ჰგონია, რომ გაბრაზებული მამა ზის და ელოდება, როდის მიუახლოვდება შვილი და როდის თავად მიესალმება და აღიარებს მის დანაშაულს. ღმერთი მირბის მასთან. კი, ეგებება, ხო, გარბის. ეს ზუსტად ეს მომენტი უნდა გავიხსენოთ, რომ როგორი ფათერაკებით, როგორი უღმერთოებით, როგორი რთული ცხოვრებაც არ უნდა გქონდეს ნებისმიერ ასაკში განვლილი, ყველაზე მთავარი არის ვიცოდეთ, რომ ჩვენს ინიციატივას ელის და გვეგებება, გამორბის იმისთვის, რომ გულში ჩაიხუტოს მონატრებული მისი უარმყოფელი შვილიც კი. მანამდე ძალიან საინტერესო აღნიშნეთ თქვენ, რომ აი შეიძლება ზოგი დადის, რომ ფიქრებს, რომ მე ღმერთი აღარ მიმიღებს, მე ღმერთი ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხომ არ ფიქრიათ ამ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ახლა გამეფებულია სამყაროში. შეიძლება როგორც არ არის და ბევრი მოძღვარი საუბრობს, რომ აი ანტიქრისტიანული და ანტიქრისტესეული მომენტიც არის, რომ პროპაგანდა, საუბარი იმაზე, რომ არავით არის ღმერთი, არავით არის ეკლესია, რომ შეიძლება ამას საუბარს, რომ აღარ ჭირდება შენ ღმერთს. და ბევრი მართლა ფიქრობს. ანუ რამდენიმე დღის წინ ადამიანი მოკლეს ამერიკაში ჩვენ ნახეთ. ნახეთ და მე ვნახეთ, რომ ხალხს გაუხარდა ადამიანის კლუბობა პირდაპირ ეთერში. უდაოდ. გამოუგნებელი რამე. ხო არ ფიქრობთ, რომ დღეს თითქოს არის ეს პერიოდი, რომ ადამიანებს ეუბნებიან, რომ არავით არის ღმერთი. რა ქრისტიანული ფასეულობები, რა სიწმინდე, რა წმინდანობა და კიდე ერთით ის მომენტიც არის ამასთან ერთ გავაერთიანებ, რომ დრო აღარ წაგართო პასუხისთვის, რომ აი თითქოს ვინმე თუ აფიქსირებს რაღაცა, რომ აი მორწმუნეა, უნდა შენ მანდ რა გინდა შეუწმინდრო და რაღაცა ესეც პროპაგანდა, რომ თითქოს წმინდანებისთვის არის მხოლოდ ეკლესია. მე რო ცხოვრობ უწმინდურად, მე ვიცი, მაგრამ
იქნებ მინდა რომ უფრო წმინდად. მოკლედ ამაზე როგორია თქვენი მოსაზრება და პასუხი? ვრცელი კითხვა ბოდიში. არა, რას ბრძანებთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მხოლოდ ისეთი ფორმით საუბრობთ, ვესაუბრებით სხვას, გამოვხატავთ მის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას, რაც ხდება ჩვენს შიგნით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ აბსოლუტურად დაივიწყა ადამიანმა თანაგრძნობა, სხვისი აზრის პატივისცემა, ნებისმიერი ფორმით შეუძლია იმდენად ფაქის დეტალებს შეეხოს ადამიანის ძალიან ინტიმური საკითხია რწმენა. ძალიან ფაქიზი დეტალია მას როგორი ურთიერთობა აქვს ღმერთთან, ან რისის წამს და რისის ჯერა. და შესაბამისად ეს მეტყველებს იმაზე, რომ საკუთარ თავთანაც ძალიან დიდი სირთულე გვაქვს. გავურბით საკუთარ თავთან სიღრმისეულ დიალოგს. მე არ მჯერა, რისი არ მჯერა, იცით რომ 24 საათის განმავლობაში არ იყოს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში თუნდაც ერთი წამი, როდესაც ყველაზე ახლოს არის ღმერთთან. და როდესაც ახსენდება, იმიტომ რომ ჩვენ არქეტიპული ბუნება გვაქვს. შეუძლებელია დაივიწყო ის, რასაც შენი წინაპრები მრავალი თაობის განმავლობაში მიაგებდნენ პატივს. კი, იყო წარმართული რწმენა, თუმცა იქაც იყო რწმენა. მაგრამ რწმენა იყო. ეს სწამდათ. კი, რასაკვირველი. შესაბამისად ეს მეტყველებს იმაზე, რომ საკუთარ თავთან არ გვაქვს სიღრმისეული დიალოგი, აბსოლუტურად არ გვაქვს განცდა მეორე ადამიანის თანაგრძნობა, თანაგანცდა სხვისი აზრის პატივისცემა და მეტყველებს იმაზე, რომ ნიცშე რო ამბობს ღმერთი მოკვდა, ხო, მოკლეს ღმერთი, ადამიანები ვკლავთ ღმერთს. ეს ღმერთი არ არის ესეთი, ეს არის უბრალოდ სულიერება, სხვისი აზრის პატივისცემა, სამყაროსეული კანონზომიერებების აღქმა, რომ რაც არ გინდა თავად არასოდეს სხვას არ უსურვო. რაც არ გინდა გაგიკეთონ, სხვას არ გაუკეთო. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ ვისწავლით. იმიტომ რომ სამყაროში არსებობს უამრავი კანონზომიერება, მათ შორის მიზეზშედეგობრივი კავშირები, მათ შორის რასაც ეძახიან და შეცვლილი თქვას კარმა, ეს არის უბრალოდ გატკორცნილი ბუმერანგის უკან დაბრუნება. აუცილებლად თითოეული ადამიანი აღმოჩნდება ნებისმიერ ასაკში იგივე მდგომარეობაში, რასაც ახლა უკეთებს სხვას. ეს არის გარდაუვალი. და შესაბამისად, რაც უფრო ლოიალურები, რაც უფრო შემწყნარებლები, გულისხმიერები და მზრუნველები ვიქნებით, ასევე პატივისცემის უნარს ვიპოვით ჩვენში სხვა ადამიანების პატივს, დამოკიდებულებებს, აზრებს, ხედვებს პატივი მივაგოთ, მჯერა რომ ესე აღარ მოვიქცე. და ბოლოს კითხავთ მაშინ თუ მომცემ ამის უფლებას, საკუთარ ცხოვრებაში რა დროს, რა ეტაპზე, რა მიზეზი, თუ მიზეზი არსებობდა ამის მოხდა ის პირადი გზები ღმერთთან გამოძებნის ურთიერთობის, ან როდის იყო ეს შეიძლება ოჯახიდან იყო, შეიძლება ისე იყო და პირად დამოკიდებული, რასაც გაგვანდოთ, იმიტომ რომ დანარჩენი ძალიან პირადია. თან ვიძახეთ, რომ ცოცხალ ურთიერთობაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, მე გავიზარდე ოჯახში, სადაც ძალიან სწამდათ ღმერთის გულისხმობს საღვთისმეტყველო რიტუალებზე დასწრების თვალსაზრისით, არ მქონდა არც ერთი აღდგომის ცისკარი ძალიან პატარა ასაკიდან გამოტოვებული და ბებო იყო ერთ-ერთი პირველი მგალობელი, რომელიც გალობდა უწმინდესთან. რაზან? სიონის მგალობელია, სიონის საკათედრო ტაძარში. სიონელი, ესე ეძახდნენ, სიონელები. კი. და საინტერესო რა იყო და ძალიან მნიშვნელოვანი. მე მეორედ ვიპოვე ჩემი ღმერთი. მეორედ ჩემი ღმერთის პოვნა იყო აბსოლუტურად განსხვავებული, იმიტომ რომ რთულია ის გზა, როდესაც აღმოაჩენ, რომ არსებობს სხვადასხვა ხედვები, მათ შორის კოსმოგონიური პრინციპები, მათ შორის სამყაროს შექმნის სხვადასხვა ისტორია და რაღაცა ეჭვინების მიერ ადამიანს როგორც საფუძველიც არ უნდა იყოს მასში ჩაკრილი, ჩნდება სხვადასხვა ასაკში, ეს არის ეგრეთ წოდებული გარდამტეხი ეტაპი. ჩემს შემთხვევაში ეს იყო ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ და გამიჭირდა გულისხმობ იმას, რომ ბევრი ჩემში არსებული ხედვა დაინგრა და მომენატრა ღმერთი, რომელსაც არ ვიცნობდი მანამდე. მე მეგონა რომ ღმერთი იყო რაღაცა მოცემულობა, რომელიც იჯდა და 6 წლის ბავშვის ტყუილზე ფიქრობდა, როგორ დაესაჯა 6 წლის ბავშვი და შესაბამისად ეს დაინგრა. და აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება გაჩნდა უსაზღვრო მადლიერებით მის მიმართ, რომ მე კიდე ბევრნაირ ღმერთს გავიცნობ, ესეც ვიცი, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა ასაკზე ჩვენი პიროვნული განვითარების და სრულყოფის გზაზე, სრულყოფილებას ვერავიდან მივაღწევ. ხო, ხოდია, მაგრამ ეს გზა არის. ეს გზა არის, ეს არის არჩევანი და მე ვირჩიე მჯეროდეს, თითოეული ადამიანი ვირჩევთ, რისი გჯერა. მე ავირჩიე მჯეროდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემს რწმენას საკმაოდ დიდი გამოცდები გადალახვა მოუხდა და მადლიერი ვარ იმ ეტაპის, რომ რაღაცა უმტკივნეულად და შეუმჩნეულად, სხვათათვის შეუმჩნეულად, თუმცა ჩემთვის საკმაოდ რთულად განვლე და ისევ თავარ წიაღთან მივედით მონატრებულ მამასთან.
დაგხვდა და ჩაგიხუტა. დამხვდა, ჩამეხუტა და ყოველ დღე მე მადლიერი ვარ უსაზღოდ ღმერთის გულში ჩემი შვილი მივიყვანე სკოლაში და იქ არის რაღაცა ხატი, ღვთისმშობლის ხატი სკოლასთან ტაძარიც არის და რაღაცნაირად ჩამომტოვა დაბრუნდა ამ ხატთან, მას მისი ურთიერთობა აქვს ჩემს მეოთხე ხუთი შვილის დედა ვარ. ამას დიდი ბედნიერება არ არსებობს, ალბათ ყველაზე დიდი ვალდებულება მშობლების არის გავაცნოთ შვილებს მოსიყვარულე ღმერთი. ბავშვებს არ უნდა ეშინოდეთ ღმერთთან საუბარი. ბავშვს არ უნდა მიაჩნდეს ღმერთი იმ ძალად, რომელთანაც მას მისასვლელი გზა არ აქვს, არა ძალიან ახლოს არის. ეს მშობელმა უნდა გაადოს ჩვენ გვასწავლიდან, რომ აი განსაკუთრებული ზედმეტად მოკრძალება, რომ თითქოს არ მოგისმეს და შუამავალი სჭირდება და შენ ღმერთთან ვერასდროს ვერ მიხვალ. შუამავალს გულისხმობ აი სხვადასხვა წმინდანებისთვის მიმართვა და ასე შემდეგ. მე მჯერა და ეს ჩემი არ ვიცი არჩევანია და ჩემი რწმენაა, რომ ღმერთი ყველას უსმენს. ამიტომ შენ შეგიძლია მასთან ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი ფორმით, შენებური ბავშვური სიტყვებით, შენებური ბავშვური გულწრფელობით გქონდეს ძალიან სიღრმისეული დიალოგი ნებისმიერ საკითხზე. დიდი მადლობა ჩვენი დიალოგისთვის და დიდი მადლობა ამ დასასრულისთვის. ამბობთ რომ ჩვენ დროთორე ვთქვი რომ უამრავ საკითხზე შეიძლება დასაუბარი და მიხარია რომ დრო გამონახე და შედგა ჩვენი შეხვედრა გადაცემის ფორმატში. მადლობა და წარმატებას გისურვებთ. ასევე. დიდი მადლობა და მადლობა მუსას. სიამოვნებს რომ ადამიანი რომ გამოიქცევა და ჩაგეხუტება, ან არ ჩაგეხუტება, ცრემლი მოადგება, ახალგაზრდები სხვათა შორის აღარ ვამოფეხა ჩემი თაობის და ჩემზე პაპარატი დიდი. ეს არ არის